What's up YouTube? Სალამი ყველას, ვინც უყურებს ამ ვიდეოს. მოკლედ ბიჭები, დღეს დღევანდელ პოდკასტში განვიხილავთ ალბათ ერთ-ერთ ყველაზე ისე ცნობილ ფაქტად შეიძლება ითქვას ნატურალს. მოკლედ Jeff Sachs ალბათ ვიტყოდი იმ თემას, რომ რა ვიცი, როცა იყო ფაქტიურად მაგის გარკვეულად პოპულარობის პრაიმი, მე რაღაცა ვარიანტში მაგის ძალიან მაგარი ფანატი და გულშემატკივარი არ ყოფილვარ. ეხლა უფრო ჩვეულებრივი ისტორია შეიძლება ითქვას, რომ არის ფიტნეს ტიპი, ფიტნეს მოდელი, კაი გენეტიკით, ექტომორფი, ცვეთში და ვილოპარაკებ ესე იგი მაგის რაღაცა კვების ვარიანტებს, ვილოპარაკებ მაგის ნატურალობის ვარიანტებს, ანუ გამოვთქვათ ჩემს გარკვეულ მოსაზრებას და ვილოპარაკებ დღეს მაგაზე. შესაძლებელია თუ არა მაგისთანი ფორმა იყოს ნატურალურად, არის თუ არა რთული, ასეთი გარკვეულად ფორმის შეიძლება ითქვას, რა ვიცი, მოპოვება თუ რა ვიცი, დაყენება ტანისა. არ არის მოკლედ ბიჭები რა, არაფერია განსაკუთრებული, პროსტა ტიპს აქვს კაი გენეტიკა. შევეხები ახლა უცებ რაღაც ვარიანტში მაგის თქვათ კვების აციონს. სიმაღლეს 1994-იანი არის. სიმაღლით არის 193 სანტიმეტრი. წონის ვარიანტზე თუ შევეხებით, უხეშად არის მიახლოებით 88-დან 93 კილომდე. რაც შეიძლება ფაქტიურად რომ ითქვას მაგის ვიზუალობაზე და მაგის ფორმაზე, არაფერი ის ვარიანტში განსაკუთრებული ძალიან ის ვარიანტში რაღაცა გიბრიდული ჰიპერტროფია და რაღაც მასტიკონტი არ აქვს. ტიპს როცა გამომართლა, ვიწრო წელი აქვს, ნორმალური აღნაგობა აქვს, სიმპათიური ტიპი არის სვეჩი. რაღაცა გარკვეულად აი სახეს დიდი მნიშვნელობა აქვს, აი ფიტნეს ფაქტიურად ბლოგერები ვინც არიან და ვინც არიან ფიტნეს მოდელები, სახეს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რა და ნორმალურ ჯანზე არის ვიტყოდი, არაფერი ისეთი განსაკუთრებული არ არის. კვების ვარიანტებს შევეხები ძალიან ლაითად. ტიპი ჩოლბრივ არის რაღაცა ექტომორფი. ანუ არაფერი ის ვარიანტში განსაკუთრებული მაგას რაღაცა ის ვარიანტში გენეტიკა მასის მხრივ და რაღაცა არ აქვს. მაგრამ ზუსტად ეგ არის პრიკოლი, რომ უმეტესობას ხალხი ვინც არის, რავი, ალბათ ვიტყოდი 70-80% ძალიან ბევრი ხალხს სპორტული ამბიცია არ აქვს. ესეთი ჩოლბრივი ტანი უნდა ყველას. ჯანმრთელობასთან ახლოს, დაბალი ცხიმის პროცენტულობა, სიმპათიური და არაფერი ის ვარიანტში. ანუ ნორმალური ფაქტია შეიძლება ითქვას, რომ კი, სხეული ნორმალური აქვს, არ არის ჭარბად არაფერში, რაღაც სუსტი გარკვეულ რაღაცა ვარიანტები არ აქვს სხეულის ვარიანტში. კვების ვარიანტსაც ეხლა პროსტა რასაც უყურებ ფაქტიურად, ანუ მასის პერიოდში აქვს ტიპს წარმოიდგინეთ რა, ტიპი რომელიც არის მიახლოებით 90 კილო, 5.5 აქვს კალორიულობა დღის განმავლობაში, რაც ინფორმაცია დევს. პროსტა არანორმალური რაოდენობით აქვს ფაქტიურად ცილა ცხიმებიც და ნახშირწყლები კიდე არ აუშვას. ნახშირწყლები მიახლოებით 650 გრამი დღეში. ცხიმები მიახლოებით 140-150 გრამი და პროსტა ცილის ვარიანტი არ ამჯეროთ ტიპმა როგორ უნდა ჭამოს მიახლოებით 350 გრამი ცილა დღის განმავლობაში, მე არ ვიცი რა. კიდე ახსნე როგორ სიტუაციას მასას ვინც თქვათ მისდევთ და რაღაც ვარიანტში დაიმახსოვრეთ ერთი ნიუანსი ბიჭები რომ ჯერაც ერთი თუ მივასაუბარი იმენა ცილაზე რაც ახლა ცილა აქ წერია რომ არის მიახლოებით ცილას უბერავს 350-380 გრამს ეგ არის ძალიან ბევრი ჩვენთან საქართველოში დამიჯერეთ რომ ნორმალურად ახლა კაი ხარისხის ცილა რო ვიყიდოთ ძვირი არის ანუ ანაბოლური კუთხით და ცილის სინთეზის კუთხით და რაღაც გარკვეულად ათვისების კუთხით და ჯანმრთელობასთან რო ვიყოთ მაქსიმალურად რაციონალურები, დამიჯერეთ რომ ნატურალები თუ ხართ და თქვენში არ არის ის გარკვეულად რამე ანაბოლური, თქვენ ვერ შეირგებთ დღის განმავლობაში მიახლოებით 2.2 გრამზე მეტ ცილას. თუ გინდა 2.5 ჭამეთ, თუ გინდა 3 ჭამეთ, თუ გინდა 4 გრამი ჭამეთ, უნიტაზზე უბრალოდ დატოვებთ თქვენს საფულეს და არაფერი კარგის არ მოგიტანთ ხანგრძლივ პერსპექტივაში კუჭნაწლავის და ფერმენტატული სისტემის კუთხით. ამიტომ იკმარეთ ხოლმე ნებისმიერ ვარიანტში იმატებს თქვა წონას და გინდათ რომ მაქსიმალურად ჯანზე იყოთ, მიახლოებით ვიტყოდი რომ ოქროს ზღვარი არის 2 გრამი კილოგრამზე. ცხიმი ახლა ტიპი რომელიც არის მიახლოებით 93 კილო, 140 და 150 გრამი ცხიმი, ეგეც ცოტა ის პონტია, სოუ არის. ალბათ აღნიშნავ იმ სიტუაციას, რომ დაჟე მასეთ რაოდენობაზე ცხიმიც აი მონელების კუთხითაც და დანაყრების კუთხითაც ფაქტიოდ რო ავიღოთ ახლა მაგალითად რავი 2 სნიკერსი კალორიულობით მიახლოებით 1000 კალორია და ავიღოთ რაღაც ვარიანტში თქვა უფრო ზეფირი უფრო ადვილად შევა, ვიდრე სნიკერს უფრო განაყრებს, იმიტომ რომ ცხიმებია ბევრი რა და ამიტომ რადგან წონის მომატებას უფრო ცდილობთ, უფრო უნდა შეეცავთ ნახშირწყლების ხარჯზე, ენერგია უფრო ფაქტიოდ გლიკოგენი და ასე შემდეგ რა და ცხიმებიც უნდა იყოს მიახლოებით აი 1.2, 1.3 რა და პროსტა ეს კვების რაციონები რაც ფაქტიოდ აქ ბიჭები ალაგია, რასაც ჩვენ ვნახულობთ ამათზე რა ინფორმაციას, მაგალს აქვთ ნორმალურ ნუტრიციოლოგებთან, დიეტოლოგებთან, რა ვიცი, ნორმალურ კოუჩებთან ურთიერთობა და ეთყობა ინდივიდუალურად მაგაც ეს ყველაფერი მისდით ეს ყველაფერი ირგებენ მაგას უპრობლემოდ და არ უქმნით არანაირ კუთხით არც ფერმენტატულ სისტემაზე და რა ვიცი, არანაირად არიან კი ხალხი რომ რავი დღეში ჭამენ რავი 6-7-8000 კალორიას და არანაირ პრობლემა კუჭზე არ აქვთ, ბრონირებული კუჭები აქვთ რა. მე მაგალითად რავი აი ყოფილა პერიოდები რომ 4000 კალორიებს ჭამდი ხოლმე 4200 კალორიას და უკან მქონა მაგარი დისკომფორტი რა მონელების ვარიანტში. ამიტომ ალბათ ინდივიდუალურად ეს სიტუაცია მაგას აქვს. ეს რაციონი ხა რაც არის ალბათ არის უფრო იმ პერიოდში როდესაც ცდილობს რომ მომატებას აქვს. მომატებას თუ მივასაუბარი წლის განმავლობაში შეიძლება 3 და 4 თვე ცდილობს ამ რაციონზე იყოს.
ამიტომ არაფერი განსაკუთრებული რაღაცა არ არის ჩოლბრივ ახალგაზრდა ორგანიზმი და კუჭნაწევი მაგას მოერევა. შეიძლება ფერმენტებიც ცვეთში მაგას აქვს. თუ მივა საუბარი ფაქტიურად რაღაცა ვარიანტში თქვა გამოშვების თემაზე. მან გამოშვების თემაზე აქვს ხოლმე მიახლოებით რაც აქ წერია 2600-2800 კალორიულობა, ნახისყალი მიახლოებით 300-330 გრამი, ცილის ვარიანტი მიახლოებით 220-230 გრამი და ცხიმის მაქსიმალურად ამცირებს. ბაზარი არ არის. ესეთ რაციონზე ცვეთში ადამიანს გამოშვება ვაფშე არ გაუჭირდება არანაირად, იმიტომ რომ უბრალოდ პროსტა ესეთი განსხვავება 5500 და მე უხეშად 2500 და 2800 კალორია ცოტა ისეთ პონტია, ალბათ ნელ-ნელა მაგას ამცირებს რა. ამიტომ ვინც თქვა აი მე კლების ვარიანტს ვცდილობთ, რესკად მე არ გიჩვევთ, აი უხეშად თუ ხართ, უხეშად 3000 კალორიაზე თქვა და მე გადაწყვეტეთ რომ დაიკლოთ მიახლოებით 5% გიჩვევთ, რომ ყოველი მიახლოებით 1-10 დღეში ერთხელ რაციონი შეამციროთ. რესკად არ არის კაი რა. არ არის კაი რომ იმით რომ კონვერსია მე ეცემა ძალიან ფარისებულის რა და ფარისებული TSH-ი მე არ მისმაღლა, T4 არის თქვა შეიძლება ნორმაში, მაგრამ T3 ესომე მე დაბალი რა. ამიტომ მეტაბოლურ პროცესებზე თუ მივა საუბარი, უნდა გაითვალისწინოთ, რომ რესკად სტრესულად ესე დაკლება ორგანიზმს არ ევასება. ნატურალობას შევეხები. თვლით თუ არა მე რომ არის თუ არა ნატურალი. ვიზუალურად ფაქტობრივად გამოიყურება დანამატების თემა რაც არის კლასიკა ყოველთვის. ყველა ამერიკას რაც კიდე არ აკითხო, ყველა გიპასუხებს ეგრევე, რომ იღებს მარტო პროტეინს, კრეატინს, ბეციას, ამინომჟავებს, D-ვიტამინს და ასე შემდეგ. აღნიშნავ როგორ პონტს. მაგათ ბიჭები თქვენ რო ხდებოდეთ, ყველა ნორმალურად ვინც კი გამოიყურება და ვინც კი მით უმეტეს ვისაც აქვს YouTube არხი, სადაც აყავთ უხეშად 100.000-ზე მეტი გამომწერი და რეალურად დიდი აუდიტორია. ეგენი ხვდებენ იმ სიტუაციას, რომ მაგათი ფაქტიურად ვიზუალობა არის მაგათი პროფესია. უნდა ხვდებოდნენ იმ სიტუაციას, რომ პროპაგანდა და ისეთი თემა და იქ მაგაზე ლაპარაკი ფაქტიურად არ აქვთ უფლება და მაგაზე არ ლაპარაკობენ სტერიკებზე, იმიტომ რომ აქვთ ყოველას ნორმალური კონტრაქტები საკობ დანამატებთან და იქ ყველგან წერია რომ უნდა ვაფშე პირი გააჩუმო და ვაფშე არ უნდა იბაზრო არაფერი მაგ თემებზე. უნდა იბაზრო მარტო გარკვეულად იმ საკობ დანამატების თქვა ტოპ-10 რაღაცაზე, რასაც ის იმ ბრენდს შენ ხელს უწერო, გაყიდვები მაგათ ნორმალურად მოუტანო. ეგ არის ერთი ვარიანტი. აღნიშნავ კიდე იმ თემას, რომ ვინც მასე ნორმალურად გამოიყურება და მით უმეტეს სტაჟი მაგათი აღემატება მიახლოებით ორჯიშის უკვე 1-10 წელს. ყველა რაღაცა სვეტში გამოიყენებს რა. ეგ არის ჩოლბრივ ვარიანტი. უბრალოდ გამოყენებას აქვს დიდი მნიშვნელობა. ვიღაცა თქვათ არანორმალურად, როგორც ლარი ვილსი გამოიყენებდა პატარობიდანვე უფრო ტრენს, ოქსიმეთონოსთან მძიმე ჰარდკორულ გარკვეულ ვარიანტში წერიკებს რა და არიან კატეგორია ხალხი, ვინც ძალიან აი ლაითად უდგება ყველაფერს. იწყებენ თქვათ სარმებით, იწყებენ ძალიან ცოტა რაოდენობა ტესტით, უფრთხილდებიან თმას, იქ აქვთ დუდასტერიდი თქვათ, რაღაცა თქვათ. გარკვეული პრეპარატები საინტერესო. აი ძალიან მიკროდოზებით უდგებიან პეპტაიდებით იწყებენ. არის მაგეთი კატეგორია, მაგრამ ფაქტიურად ყველანაირი კუთხეში ადამიანი რო შედის და როცა ვარჯიშობს და ყველანი იმიტომ ვარჯიშობთ, რომ რაღაცა პროგრესი გვინდა და როცა უკვე ვატყობთ, რომ პროგრესი შეჩერდა და მით უმეტეს შენი პროფესია რომ გამოიყურებოდე ნორმალურად და ხარ ფიტნეს მოდელი, გინდა არ გინდა იქ რაღაცა გარკვეული ჰორმონალური ჩარევები გიწევს რა, მაგრამ ყველაფერი ისევ და ისევ ჭკუის ვარიანტში. ანუ მე ვფიქრობ, რომ ამისნაირი სხეული რო გქონდეს, უბრალოდ უნდა გაგიმართოს ერთი 70-80% გენეტიკით, მე უნდა უბრალოდ გევასებოდეს მანიაკალურად ვარჯიში, ანუ უნდა სტაბილურად კვირაში 5-6 დადიოდე, კაჩაობდე ნორმალურად როგორც წესდარიგი არის. იცავდე კვებას და ალბათ ვიტყოდი როგორ პონს. თუ მივა ამაზე საუბარი. ძალიან მცირე რაოდენობით ტესტი, აი ძალიან მცირე რაოდენობით ტესტი, შეიძლება და მიახლოებით 150 მგ, აი ესე იყოს ტესტი საკმარისი. თუ მივა საუბარი ახლა რაღაც ვარიანტში თქვა, აი რაც შეეულიც ახლა ამას აქვს, როგორც ეგ გამოიყურება, ალბათ ვიტყოდი რომ მიახლოებით 150 მგ პრიმა იქნებოდა საკმარისი და შეიძლება 10-20 მგ ოქსანდროლონი. და რა ვიცი, კი გზა თუ რაღაცა თქვა მაგეთ სიტუაციაში დაემატებოდა, შეიძლება თქვა ან GH-ი, ან თქვა ბუნებრივი ენდოგენული აზდის ჰორმონის სტიმულატორები, როგორც არის თქვა, შეიძლება off-season-ში GHRP, შეიძლება და იბუტა, როცა თქვა ადამიანი თქვა, რავი, შრება, მაშინ შეიძლება რავი თქვა, ან ტესამორელინი და იპამორელინი ერთმანეთში არეული რა. ამიტომ არაფერი რაღაცა განსაკუთრებული და ის ვარიანტში არ არის. ფორუმებსაც ახლა უყურებ. ფორუმებზე ამერიკელებს მაგრად ევასებათ ბუქი რა, შეიძლება პრინციპში პროსტა უბრალოდ შეიძლება მართლა მასეც არის. ზოგი უწერენ რომ 500 ტესტი, 400 მასტერონი, off-season-ში 400 ნანდროლონი, ვარჯიშის დღეებში თქვა დიანაბოლიოს 10 მგ. მე ლიჩნად ვფიქრობ რომ ესეთ ცხეულს მას თეღაცები ვაფშე არ ჭირდება რა. ანუ აქ არაფერი განსაკუთრებული ცვეთში არ, პროსტა გამხდარი ტიპი არის, ნორმალურად აქვს, ლამაზი პრესია აქვს და всё, არ ჭირდება ეგ სიტუაცია რა. მაგრამ ხაზგასმით აღნიშნავ იმ სიტუაციას, რომ ეს არის ჩემი მოსაზრება. არიან ხალხი, რომლებიც უზომოდ არიან ძალიან ცუდად მგზნობიარები ფარმაკოლოგიის მიმართ. აი არის ვთქვათ
ყოლია თქვა მოსულა კონსულტაციაზე ტიპიკა რო შედა, აი უბრალოდ რო უყურებ და რო ვესაუბრები ვიდეო ქოლით და მე პახულტო მაქვს ნანახი მაგის ფოტოები და მე ვიცი მაგის ციკლი რო უბერავს მიახლოებით 750 მგ სტრესს, 500 აქვს ბოლდენონი და კიდე აქვს 300-400 მგ ნანდროლონი და პახულტო ოქსიმეთოლონი გიждები რომ უბრალოდ არაფერი განსაკუთრებული ტიპს არ ეთყობა რა. და მე მყავს ჩემ მაგალითებში არიან ჩემ მეგობრები, მე თვითონაც ვარ, ბევრს დავიცნობ, აი ვინც ციკლიკას უბერავს, აი არანორმალური ცხენები რო არიან და აქვს მიკროდოზინგი აქვს და ფაქტობრივად გამოიყურებენ იმაზე გაცილებით მაგრად. ამიტომ აღნიშნავ იმ სიტუაციას, რომ ყველაფერი მაინც ამ სტელიკების მიმართ არის ინდივიდუალური დოზირების მხრივ და კიდე ჩვენი გარკვეული მემბრანების და ქსოვილების და გარკვეული ეს ანდროგენული რეცეპტორები და მსგავსი რაღაცა რეცეპტორები, რაც აი ჰიპერტროფიას აქტიურებს, როგორც არის mTOR მაგალითად, მიოსტატინსაც ვიტყვი მაგ სიტუაციაში. ყველას აქვს ძალიან ინდივიდუალური, ანუ გენეტიკა უნდა გაგიმართლოს. გარკვეულად როგორც ჰორმონალური ფონით, ასევე ვიტყოდი, რომ აი რაღაცა მექანიკური გზებით და ასევე ვიტყოდი, რომ სტრუქტურულად, ანუ მაოცებს ხან მოდის ჩოლობრივი ტიპი საშინელი საზღარი ანალიზები აქვს, არეული დარეულია კალორიის ჯგუფი, არა აქვს ნორმალურად ფარისებული, მაგრამ გამოუყურებ ვიზუალურად ჯანზია რა. შეხედავ სტრუქტურულად, შეხედავ ჯანზია. ზუსტად ეგ არის, რომ ბიჭები, ვისაც თქვენ უყურებთ, თქვათ, რომ ვიზუალურად გამოიყურება და ჯანზია, ეგ იმის გარანტია არ არის, რომ შიგნით ბიოლოგიურად ყველაფერი აქვს ჯიგულად რა. აი ახლა ას გაიჩნდა ტიპი, სადაც ქონდა თრეული არ ვიცი რანაირი ფაქტია ოქსანდროლონი, ღვიძლის ფერმენტები ქონა მიახლოებით 300-400-ები ქონა. ძალიან მაღალი ქონა, არა და ჩოლობრივი ვარო, ჯანზე ვარო, ვაფშე იდეალურად და რაღაცაო მეთქი არ არსებობს, უცოტა მადა რა ქონეს თქო ბოლო ხანებში დაქვეითება. აი მადას თითქოს ხო აშკარად დამიქვეითება, იმიტომ რომ ღვიძლი როცა მადა გიქვეითდება, მაგ სიტუაციაში ხშირად ხომ ღვიძლის ბრალი შეიძლება იყოს რა. ამიტომ ისეთ თემა არის, რომ ჯეფსეიძე, რას თქვი, ეგ არის მაკეთ ნატურალობას ზოგი ამერიკაში თქვა, აი სარმებს და პეპტაიდებს ცვეთში გეოვნებით, რომ ვინც იღებს ნატურალები ითვლებიან. ბევრი არის ისეთი კლანი არის, კაროჩე, რომ ვინც თქვათ, ვისაც ფარმაკოლოგია აქვს მიახლოებით 1 გრამი კვირაში, ეგენიც ნატურალებად მიიჩნევენ თავის თავს, ანუ რაღაცა გარკვეული სექტებია და კლანებია გარკვეული ამერიკაში ძალიან ისეთ პონჩი რა უყურებენ. არიან აი ძალიან ისეთი აი სუფთა ლინ ნატურალები რო არიან, რომ მარტო კრეატინი, მარტო ეს თევზის ქონი, მარტო D ვიტამინი და ეს ყოველივე მისვლა რო გათვლილი და რაღაცა. არიან ტიპები, რომლებიც თქვათ აი პეპტაიდებს და სარმებს ჩოლობრივ უბერავენ და ამობენ რომ ვართ ნატურალები რა. და კიდე ვიტყოდი იმ სიტუაციას, რომ ამერიკელებს მაგრად ევასებათ პროცი, ანუ რაღაცა წარმოქმნა წარმოთქვა თავის, რომ აი არიან როგორი თქვათ მაგრები ფარმაკოლოგიის გარეშე არა და ყველანი ფაქტით უბერავენ რა. და კიდე აღნიშნავ იმ სიტუაციას, რომ ბევრს გონია რომ ამერიკაში სასწაულად მაგარი ფარმაკოლოგიაა და სხვა ლეველია იქ. აი ეგ არის ყველაზე დიდი სტერეოტიპი ბიჭები იცოდეთ რა. იმდენი ნაგავია ამერიკაში და იმდენი პადვალებში და ჩოლობრივ აბაზანებში იხარშება ფაქტით ფარმაკოლოგია, თქვენ წარმოდგენთ არ გაქვთ რა. ანუ არ გეგონოთ ვიქ ყველას აქვს მაგარი ფარმაკოლოგია და ხარისხიანი. იმდენი ნაგავია. ალბათ ვიტყოდი რომ 1.90% უფრო ნაგავია ამერიკაში ვიდრე ხარისხიანი. ეგ იცოდეთ სვეტში რა. ამიტომ არ დაიჯეროთ ვინც გეუნებათ რომ იქ იმიტომ აჩვენებენ მაგარ შედეგებს, იმიტომ რომ რაღაც ფარმაკოლოგია აქვს. მასე ნახდათ არ არის. იქ იციან საქმე, აქვთ ბევრი რაღაც გარკვეული თულსები, რაღაც გარკვეული რაღაცები, რაც აღდგენაში ეხმარება. ბევრი ტალანტია, ბევრი ჩაერთო თან სპორტში და რაღაცა და უფრო ვიტყოდი რომ ეს სიტუაცია არის უფრო დამსახურება ამისი, რომ ბევრი ხალხი ჩაერთო, ბევრი ტალანტი და არა იმისი, რომ იქ რაღაცა ტექნოლოგიებით ხარშავენ რაღაცა განსაკუთრებულ ფარმას რა. ესეთი ფაქტიურად გარკვეული ვიდეო ჯეფსეიძე დააკომენტარეთ მოკლედ ბიჭები, როგორ თემას ვიტყვი რა. შევეცდები რომ YouTube-ი არ ჩავაგდო ყოველ მიახლოებით ხოლმე რა ვიცი 5-6 დღეში ერთხელ ვცდილობ რომ ვიდეოები ავტვირთო. და დამიწერეთ იდეები, ჩამიყარეთ, ვიზე შეიძლება რომ კაცმა გადაიღოს და მსგავს რაღაცა ხომ ჩემს მოსაზრებებს კიდე ლაითად გამოვთქვა. ვისაც გინდათ ხარისხიანი ფაქტიურად საფლემენტები იცით, Prime Muscle story, ვისაც გინდათ ინდივიდუალურად დახმარება ნორმალურად, იცით როგორ მომზადოთ. ყველა ბიჭები იყავით ჯანზე, ყველას დროებით. Adiós.